Taradaridam 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 taradaridada Oy 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 darada Oy oy dela მოგესალმებით, ჩვენ ვწყებთ გადაცემა ეთნოფორს, რომელიც გავაჭერის ტელევიზიის ეთერით კვირაში ერთხელ და ამ გადაცემის წამყვანი ვიქნები მე მიხეილ გაბაიძე. ეთნოფორი წარსული კულტურის მატარებელი ადამიანია, რომელიც თავის ცხოვრების წესით, ხასიათით, ძველი ყოფითი წესშოულებითა თუ თვითშემოქმედებით წარმოადგენს ეთნიკურ სახეს, ანუ გარკვეული ეთნიკური თვისებების მატარებელია. ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ესეთი პიროვნება დღისით-დღე იშვიათი მოვლენა ხდება, მით უფრო თუ საქმე ეხება თვითშემოქმედებას. მასობრივი ტელე-რადიო კომუნიკაციების გავლენით ხალხურ თვითშემოქმედება ფაქტიურად აღარ არსებობს და ის ეთნოფორთა მეხსიერებაშია დალექილი და მათანითად აგრძელებს სიცოცხლეს. ჩვენს პირველ გადაცემას ვიწყებთ აჭარიდან, ქედის რაიონის სოფელ მერისიდან, რომელიც გამოირჩევა არა მარტო თავისი მდებარეობითა და მდიდარი ბუნებით, არამედ აქ ადამიანები საოცარი სტუმართმოყვარეობით და გულუხობით გამოირჩევიან. ამიტომაც აჭარულ სასიმღერო ფოლკლორში მერისი ერთ-ერთი გამორჩეული ხეობა გახლავთ. აკავშირდება. როგორ ზანდები? ოხიანი თურები. შემოგვიერთი. მობზანდი, გამიხარდა თოხით რო დაგინახე. მიმიღებ ნაჩი. აბარა. დასახმარებლად ყველას მივიღებ. როგორია რთულია სიმღერა და თოხნა ერთად?
არა მარტო სიმღერა ჯობია ესე, მაგრამ არა, მუშაობისას ჩვენი მამაპაპანი ეგრე შრომობდნენ და მღერობდნენ და ჩვენც ვცდილობთ რომ მოახერხოთ ერთად სიმღერაც და შრომაც. რა სიმღერა ვიმღერეთ ახლა? ახლა მღეროდით ნადურს, ველებური ნადური. რომელსაც ჩვენი მამაპაპანი მღერობდნენ ყანის თოხნის დროს. და ეს ნადური მარტო თოხნისას იმღერება თუ სხვა შრომის დროსაც მღეროდით? სხვა შრომის დროსაც იმღერებდა, ნებისმიერი შრომის დროს იმღერებდა, მაგრამ ძირითადად თოხნის დროს რაღაც უკეთესად გამოგდის ჩვენ და ალბათ სხვა დროსაც როგორც ვთქვით, სხვა დროსაც ვთქვით. რთული ხო არა შრომა და სიმღერა ერთად? არ არის რთული, პირიქით, ხალისზე მოვდივართ, შრომის ხალისზე მოვდივართ, როცა უმღერივართ. როგორ უნდა მოვიქნიო თოხი? არა ხდება თოხიო, ნათქვამია მიწასო. სიმინც აადარღა და მიწას არა. იოლია, ძალიან ადვილია. ეგრე, თავარია ბალახი არ დაგჭეს. თქვენ ხა როგორ ასრულებთ ამას ხედავდა? თქვენი წინაპრები როგორ ასრულებდნენ ამას? ხო არ გააქვთ ამის შესახებ ინფორმაცია ან ბავშვობიდან ბავშვის მეხსიერებიდან ხო არ შემურჩა თქვენ? აი მე მამა ჩემიდან ვიცი, რომ როდესაც ყანის თოხნა იყო, ნადით ითოხნებოდა ყანები, ეხმარებოდა ერთი მეორეს ყველა. ხო და ამ ნადების დროს სრულდებოდა სიმღერები და ამიტომ ქვია ამ სიმღერებს ნადური. ჩვენთან შემორჩენილია ორი ასეთი ვარიანტი ნადურის სიმღერების ორი ვარიანტია ძირითადად მე სულს რო ვეძახით მე სულ ვარიანტებს და ჩვენც მამა ჩემიდან ვისწავლეთ ჩემმა მეგობრებმა და ჩვენც და მღერივართ. ხომ არ გახსენდებათ ესეთი შემთხვევა რომ აი ნაჩი სპეციალურად სიმღერის გამო მოგეწვიათ? კი, როგორ არა, ახლა ან სხვა სოფლიდან, ან ნათესავი, ან მეგობარი. როგორ არა, ის გვიხარია თუ კაცი მღერობს და თან მოგეხმარება, მაგას რა ჯობია და თან სიმღერას კარგი გამოვა და საქმეც კარგად გაკეთდება. და ბევრჯერ ყოფილა ასეთი რომ მაგალითად მომღერალი მომღერალს ეტყვის რომ დამეხმარებდა ნადს ერთად გააკეთებენ და სიმღერაც და შრომაც ერთად კარგად მიდის. ახალი თაობა როგორ ეგუება ამას? სწავლობენ, ჩემი შვილებიც, ჩემი დიშვილები მღერიან, კარგად მღერიან და რა ვიცი, აგერ მათ ბაბუა ასწავლეს და სწავლობენ კარგად აითვის ეს ხალხური სიმღერები. იციან ყველაფერი უკვე. და ბევრი სასწაული აქვს კიდევ. აი, ვისწავლე, თოხნა ვისწავლე. კარგად გაუნდის? რა თქმა უნდა, კარგია. სანიშნავ. აბა დიდი მადლობა. გოდიში რომ მოგასწინეთ და მოგწყვიტეთ შრომას. მე ხა ბაბუსთან გავალ, ბაბუს გავესაუბრები და თქვენ ერთი გემრიელად, თქვენებურად ერთი კაი ნადური მოგვასმენთ. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენს და აბა რას ვიზავთ, ვიმღერებთ ნადურს ვიმღერებთ. მედიერად, აბა, ვიდობით. გაიხარე.
ამინამ ბაბუ, მე ახლა მოვდივარ ყანიდან, თქვენი ოჯახის წევრები გავიცანი, თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები და ჯემალი მითხრა რომ თქვენი ყავით ერთ-ერთი გამორჩეული მენადურე, რომელიც საუკეთესოდ ასრულებდით. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ ნადურის შესახებ, როგორი ნადურები სრულდებოდა, სად სრულდებოდა? ნადური თავისთავად ყანაში სრულდება, ყანის თოხნის დროს. და კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი თითქმის 15 წლის ვიყავი, როცა ეს სიმღერები მოვისმინე და შევისწავლე მამა ჩემიდან, ჩემი ბიძადან, დედაშემის მიდან. ხო და სოფელში მღერობდნენ ნადურს, ძალიან ხშირად მღერობდნენ. ომიანობის დრო იყო, თუმცა შიოდა ხალხს, შიოდა. პური არ ჰქონდა ეჭამეს. ხო და მაინც მღერობდნენ ნადურ მღერობდნენ. ორი ნადური მოაღწია ჩემამდე და გადავეცი შვილიშვილებს გადავეცი. ერთი ნადური იყო დეიკარგა სულ ჩემამდე არ მოაღწია, ეს იყო გრძელი დიელოს უძახდნენ, გრძელი დიელო ძველები. რა გვახსოვს ამის გამო სახელით? არ მახსოვს მაინც სიმღერა სულ და იტყოდნენ ეს სიმღერა იკარგებაო და ხშირად იკარგებაო. ხო და იკრიბებოდი, მაშინ კოლექტივური შრომა იყო და გავდიოდით ბავშვებიც კი შრომობდით, თოხნიდით ყანებს და დილიდან საღამოდი გავუწყვეთ და მღეროვდით და ხო და ასე მიდიოდა. სწავლის პროცესი როგორ იყო? ამას ეხა იკრიბებოდით სპეციალურად ამის გამო თუ მხოლოდ შრომის დროს იწყებდა ერთი აყვებოდა მეორე? თქმა უნდა, მაგას დამუშავება უნდა ეყანაში თოხნაში ვერ დაისწავლი და ვასწავლია მე ვასწავლე ხან მეზობელი იყო ხემედი თურმანიძე იყო, ხშირად ვასწავლე სიმღერებს, სულიკო დუმბაძე იყო, ბიძაშემი, დედაშემის ძმა, ბევრი სიმღერები იმიდან ვისწავლეთ. ეხლა რამდენად არის ინტერესი თქვენი მოსაზრებით ახალთაობაში, რომ აი თუნდაც თქვენგან რომ დაისწავლოს ეს სიმღერები? ან რამეც გული ხო არ წყდება და ახალთაობაში? ნამდვილად გული მწყდება. რომ ცოტაა ძალიან მსურველი, ძალიან ცოტაა მსურველი. მე შვილიშვილებს შევასწავლე, პატარა მეისში უდრესახში ჯგუფია, ძალიან მომძრომებულია, ხო და ძალიან ცოტაა მსურველები, ძალიან ცოტაა მსურველები. ხო და თამაში უფრო ხშირად მცინიან ხოლმე, რომ ვამბობ თამაში ურჩევნიან, ჯოკერის თამაში ვინმე სიმღერა ესწავლა. როგორც ვიცით, ორპირულია ნადური. ხო. და მაგ ხმების განაწილება როგორ ხდება? შეიძლება იყოს 5, 6, 3 წლის. პირველი და მეორე? პირველი აუცილებლად ერთი უნდა ყოფილიყო. პირველი. ახლა მეორე ეს ორხმიანი ნადურიო მაიქ პირველი არ ახლავს სულ. და მეორე რაშამრერას უძახით ეს ამ სიმღერას პირველი და ხო სამხმიანში პირველი საჭიროა. სამხმიანი. პირველს როგორც ვიცი ძველად სხვა სახელი ერქვა და რა ერქვა პირველ ხმას, რას უძახოდნენ მაშინ? გაყივლება. გაყივლება ერქვა. ამინა ბაბუ, შრომაზე და ნადურზე ვისაუბრეთ. ხო. და შრომის შემდეგ რა თქმა უნდა ვისვენებდით. ვისვენებდით. და ამ დროს რას შვებოდით, რას ვასრულებდით, მღეროდით ალბათ, დაუწევდით. რა თქმა უნდა, მღეროდით. სოფრული სიმღერა იყო. იყო მასპინძური. რთული სიმღერა ყველა უბრალოდ რა თვალსაზრისით რთულია? რა თვალსაზრისით დასწავლები და მაგრამ უცხოელებს დავასწავლეს ძალიან ადვილად. უცხოელებმა დაისწავლეს, ამასინაც ავსტრიელები იყვნენ და შევასწავლეთ რამოდენიმე სიმღერა. ქართველები თუ არიან დაინტერესებული ისე?
რა თქმა უნდა დაინტერესებული არმა ყველას გენები უფროსებიდან ამოდევს ეს გენები თუ ადამიანს რამე იგი არ შეუძლია ძალად ვერ შეასწავლი თუ რამე მათი ტალანტები არ არსებობს ვერაფრით ვერ შეასწავლი რა არის მის მიზეზი რომ დღეს ფაქტიურად სიმღერები აღარ იმღერება და ფაქტიურად მივიწყებასაა მით რა და ახალგაზრდობას უჩვენია საზღვარგარეთის სიმღერა ახლა ნიჭიერში და მასში რომ ღერიან სულ საზღვარგარეთის სიმღერები ამერიკიდან ჩამოდიან ჩემთან სიმღერა გვასწავლეო საფრანგეთიდან ჩამოდიან და აქ ნიჭიერში და მასში ყველაზე მას ყურადღება მას ექცევა საზღვარგარეთის სიმღერებს და მე მიმაჩნია რომ ქართული სიმღერების ქართული სიმღერას დიდი ყურადღება უნდა მიქცევა საზღვარგარეთის სიმღერებს ამირან ბაბუ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ჩვენი ბიჭები ახლა წყაროსთან სადილობენ შეუერთეთ და რა თქმა უნდა მოვისმინოთ იქ მათი კეთილმოვანება რა თქმა უნდა წავიდეთ აბა წავედით მომზანით თქვენ სტუმრებმა ჩავანა გოთახლა მაგრადამი არ დაგჭეს ახლა ყანაში წასაღები არის Taradam 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 Oy 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 da 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 Oy oy de la Taradam 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 Purja da purja. Eso aragis უნდა იყოს მაგ aragis გამოიტანე. ვიდეო. უბრალოდ ხალხო. ვიდეო მოგცა ძალა ანაში მუშაობისა, ტურის ჩამისა, ერთად ყოფნისა. ხერმა არ მოგვიშალოს, აი შეხვედრები და ის ერთად ყოფილიყავ. ამინ, ეგრევა. ვიდეო უყავს. ვიდეო უყავს. ვიდეო უყავს, მოიწვა შეგვარგოს. რაც მივიცით, რასაც მივიცით. ჩავინოა. ძოლი გაურია. ჩვენი ადგილობრივი. რა თქმა უნდა, ადგილობრივი. სხვა რა გვაქვს აქ ცოლიგაურის გარდა რა მოყავს? ჩხავერი. ძალიან ჩვენში დაფასებული ჯიშია, ადგილობრივი ჯიშია და ძალიან საუკეთესო ღვინოები გამოდის. და ეს ცოლიგაური რომელი პერიოდიდან არის ქედაში ჩვენთან ამ თქვა რო გვაქვს ამაზე ინფორმაცია რომ არა, ამაზე ინფორმაცია არა. წმინდა ქედის ის არის არ არის ბუნებრივია. საწოლი და ჩხავერი ადგილობრივია. ჩხავერის ესე იგი მოხსენებული სამშობლო არის ერგელური, ასეთი კუთხეა მერიში პატარა და წერია რომ გავრცელების არე არის ერგელური. ენციკლოპედიაში წერია ასე, ჩხავერი. ნუ ახლა ქედის რაიონში ბევრი. მე ეგედან გავცელია. ნუ კარგვინოს, კარგ სუფრას, კარგი სიმღერა უხდება და აბა რა. თქვათ რამე ერთი ისეთი ძველი ქართული ტრადიციული აჭარული ფოლკლორიდან. რა შემოგთავაზებთ? შემოგთავაზებთ
ძველ ფოლკლორულ სიმღერას, მერისულ სიმღერას, არსადრო არ მღერიან ჩვენს გარდა და ჩვენ მღერი ვართ. ძალიან საინტერესო. თირინი. ვაი თირინი დანადელა ვაი თირინი დანადელა ვაი თირინი დანადელა ვაი თირინი დანადელა Deliva